მოგესალმებით, მე ირინა ტორონჯაძე ვარ და ეს არის MMA Mainstream-ი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, თუ კი გინდათ რომ თვალი მადენოთ MMA Info. დღეს როგორც ჩაკბირდით, მერაბ დვალიშვილზე ვისაუბრებთ და როცა ვთქვი და გავაჟღერ რომ მერაბ დვალიშვილზე მინდა საუბარი, ვინც არის უფრო გარკვეული და დიდი ხნის თაყვანისმცემელი MMA-ის მირჩიეს, რომ მარლონ მორაესის ბრძოლით დამეწყო და მართლაც ასე მოვიქეცი. ჩავრთე ეს ბრძოლა, იმიტომ რომ აქ არისო აი ეს comeback-ი, რაც ძალიან მაგრა დაგამოღამებინებს მერაბის, ასე ვთქვათ, რა არის მისთვის, ესე ვთქვათ, თავარი ძლიერი მხარეო და მართლაც დავიწყე ყურება და ხო, თითქოს იყო თავიდან ის მომენტი, რომ მარლონ მორაესმა მოარტყა ფაქტია ესე ძლიერად და რაღაცნაირად წონასწორობა დააკარგინა და შემდეგ უკვე ვიხილეთ მერაბის დაბრუნება და მართლა შთამბეჭდავი აღმოჩნდა ეს comeback-ი და ისეთი დამაჯერებელი და მართლა თუ გაქვს ეს რაღაცნაირი შინაგანი ხედვა ამ ბრძოლების და უყურებ როგორ ვითარდება დრამატურგიულად, იგრძნობ, რომ ამას ძალიან დიდი შინაგანი ძალა რწმენა და мотиваცია ჭირდება, რომ ესე გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან, როგორც ეს მერაბმა გააკეთა. ამის შემდეგ რაღაცნაირად უკვე გავყევი ალგორითმს და თვითონ ამომიგდო უკვე ჰენრი სეხუდოსთან ბრძოლა. რატომაც მიიქცია კიდე პლუს სეხუდოსთან ბრძოლამ ჩემი ყურადღება, რომ თან პარალელურად მე ესე ვაკეთებ ხოლმე, რომ უყურებ ბრძოლას, თან ვსერჩავ, რომ ვინ არის ეს მებრძოლი, რა მიღწევები აქვს და ასე შემდეგ. სეხუდოს აღმოაჩნდა, ესე იგი, ყოფილი bantamweight-ის, flyweight-ის ორი დივიზიონის, ესე იგი, ჩემპიონია UFC-ის, პლუს ამას, რაც ყველაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, თავისუფალი სტილის ჭიდაობაში არის ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი. ანუ ძალიან სერიოზული სპორტსმენია და აქაც ხედავთ, რომ და თავიდან თითქოს გაუწია წინააღმდეგო მერაბს კი არა და თითქოს აი დაჯაბვნისკენაც კი მიდიოდა პირველი ორი რაუნდი, მაგრამ მე ვიხილეთ მესამე რაუნდი, სადაც მერაბი საოცარი დომინაციას გვაჩვენებს და ისე დაჯაბნა სეხუდო, რომ თითქოს აი ეს წინა რაუნდები არც ყოფილა და აი აქ მივხვდი უკვე რა არის მერაბის მთავარი, რასაც ბევრი უკვე მიხვედრილია, მე ახლა მივხვდი რა არის მერაბის მთავარი, ასე ვთქვათ, საყრდენი წერტილები. ანუ იმდენად არანორმალური და არაადამიანური ფეისი, რასაც ქვია, ტემპი აქვს, რომ ამას ვერავინ ვერ უძლებს. ანუ შეიძლება ოპონენტი იყოს ძალიან გამოცდილი, ძალიან პროფესიონალი, ოლიმპიური ოქროს მფლობელიც, ძალიან კარგადაც წაიყვანოს ოპონენტმა ბრძოლა, მაგრამ ვერაფერი ვერ აღუდგება წინ იმას, რომ 3 რაუნდი და 5 რაუნდი ერთი და იგივე ტემპით ჯერ არ გამოჩნდა ეგეთი ოპონენტი, რომელიც ამას უძლებს და აი აქ ჯაბნის რაღაც წარმოუდგენლად მერაბი. ანუ ჩემთვის გამოიკვეთა ორი ფაქტორი, როცა მერაბ დვალიშვილზე აწი ვისაუბრებ, არის აი ორი დიდი კომპონენტი, ეს არის ტემპი და мотиваცია. იმიტომ რომ мотиваციაც რაღაც განსაკუთრებულია და აი ეს ორი ძირითადი ხაზი მინდა ახლა ჩავშალო და ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. ნახეთ, ტემპზე საიდან მოდის ესეთი ტემპი, ხო? მე მაგალითად ეგეთი ვარაუდიც მაქვს, რომ მერაბს აქვს რაღაც გენეტიკურად სხვანაირი დოპამინის მარაგი. ნუ ხა ეს ნახევარად სერიოზულად, მაგრამ მე მაინც ვუშვებ, რომ შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული დოპამინ reward system, რასაც ქვია დოპამინის სისტემა უფრო სენსიტიური ქონდეს და უფრო დიდი მარაგი ქონდეს. არ ვიცი, ეგ რაღაცა კვლევის თემაა, თუმცა უფრო ლოგიკურია რომ იმშელოთ, რომ ეს არის უაღრესად დიდი შრომის და ძალისხმების და ყოველდღიური თანმიმდევრული წვრთნის შედეგი. რა თქმა უნდა, ეს ასეა. თუმცა აი ეს რაღაცა ეჭვი მაინც არის, რომ კიდე გენეტიკური ფაქტორები შეიძლება მუშაობდეს და აუცილებლად უნდა ვთქვა мотиваციაზე. ნახეთ, სხვა სპორტსმენებთან შედარებით, ჩემთვის მერაბ დვალიშვილს მაინც სხვა წყაროებიდან საზრდოობს მისი мотиваცია და რას გულისხმობ. სხვა სპორტსმენებსაც ვადევნებ თვალსში გადაშიგ, ვინც უფრო მეტად იკვეთება ქართველ მებრძოლებთან, უფრო მეტად მათ. და როგორც ვატყობ, იცი, მათთვის ეს MMA არის მართლაც სპორტი, მათი პროფესია. ისინი იღწვიან სპორტული მიღწევებისთვის, ფულისთვის, რაც ძალიან ჯანსაღია. თუმცა მერაბ დვალიშვილის შემთხვევაში მე მგონია, რომ კიდევ უფრო ღრმა ფაქტორებია. მერაბ დვალიშვილის ეს სპორტი არ არის, ეს არის ცხოვრების გზა. ცხოვრების გზა არა მარტო თავისი პიროვნული, არამედ თავისი ქვეყნის მეხსიერებიდანაც იღებს შთაგონებას და რას გულისხმობ. ნახეთ, ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გავამოუწია თვითონ მერაბს, რომ
თავი დაემკვიდრებინა UFC-ში და აი ამ სპორტში და ძალიან ბევრი წინააღმდეგობა პიროვნული გადაახადა და ეს ტკივილი მის მეხსიერებაში არის და ეს დიდი мотиваცია. თუმცა ამავე დროს იცის უკვე ინსტინქტურად, რომ ის საქართველოსდან არის რაღაცა არ მინდა ეს სიტყვა თქვა, მაგრამ მაინც დაჩაგრული ქვეყნიდან რომელმაც ძალიან დიდი და ბევრი ტკივილი გადაიტანა და ჩვენთვის აი მისალმებაც კი გადის გამარჯვებაზე, ანუ გამარჯვებით ვესალმებით ერთმანეთს იმდენად, აი რაღაცა პატარა ქვეყანა და დიდ სცენაზე გასვლა ამ პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონია რომ აი ზუსტად ეს ასაზრდოებს მერაბს, აი ზუსტად ეს არის მისი სტიმული, რომ გარდა თავისი თავისა, მას უნდა რომ თავის ქვეყანა, თავის სამშობლო გაიყვანოს დიდ სცენაზე და ასახელოს და ეს იმდენად ურყევი мотиваციაა, რომ ფაქტობრივად უკან არ ახევინებს. ეხლა მე მახსენდება აი რიკი სიმონთან ორთაბრძოლასაც უყურეს, ძალიან დასაწყისში იყო, ხო, პირველ ორი ბრძოლიდან რომელიღაც ერთ-ერთია და იქ იყო აი მართლა კინოკადრი, ალბათ მერაბზე გადაიღებენ ფილმს და ის რომ წაქცეული მერაბი ფაქტობრივად გათიშული ფეხების მოძრაობით ცდილობს რომ ბოლომდე ასე ვთქვათ არ დაიძინოს ეს არის მართლა აი განწირული ადამიანის, უკან დაუხეველი ადამიანის, თავის სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანის ბრძოლა. მე ეს მგონია, რომ სუფთა კინოკადრია და ეს აუცილებლად მოხვდება მერაბზე ფილმში, როგორც აი ესეთი შთამბეჭდავი კადრი. ამის გაგრძელება ალბათ აი ამ სუპერ мотиваციის და სამშობლოსთან კავშირის პიოტრ იანთან ორთაბრძოლა და თვითონ მერაბმაც აღნიშნა ინტერვიუში, რომ ყველაზე მეტად ვინერვიულეო, როცა პიოტრ იანს ხვდებოდი იმიტომ რომ ეს რუსი მებრძოლია მოგეხსენებათ და მისთვის ეს გამარჯვება იყო რაღაც ფაქტობრივად მტერზე გამარჯვების ტოლფასი, ნუ გასაგებია საქართველოს რუსეთის ურთიერთობიდან გამომდინარე და ესეც მოხდა, მერაბმა აბსოლუტური დომინაციით გაიმარჯვა და აი ეს კრავს იმ სურათს, რაზეც მე ვსაუბრობ, რომ მერაბის мотиваცია არ არის მხოლოდ მისი პიროვნული და პირადი, ასე ვთქვათ, საწყისებიდან წამოსული, არამედ მისი სამშობლოს და აი რაღაც ფუნდამენტური წიაღიდან მოდის და ნუ ტემპზე უკვე ვისაუბრეთ. აუცილებლად აღსანიშნავია, რამდენად ესეთი შრომატევადი და დახუნძლული წელი გამოვიდა. წელს მერავს ფაქტობრივად მეოთხეჯერ უწევს ქამრის დაცვა, საჩემპიონო ქამრის დაცვა 7 დეკემბერს ისევ პიოტრ იანთან, მაგრამ მგონია რომ ეხლა უფრო ნაკლები ნერვიულობით წავა ამ ბრძოლაზე, იმიტომ რომ ერთი გამარჯვება მასთან უკვე მოპოვებული აქვს. თუმცა რა თქმა უნდა ძალიან საპასუხისმგებლო ბრძოლა. სამჯერ დაიცვა ქამარი და მე ვფიქრობ, რომ აი ეს ბრძოლები მერაბ დვალიშვილის ნურმაგომედოვთან, შონომალთან და კორი სენჰეგენთან ძლივს თქვი ეს გვარი. აუცილებლად თითოეული არის გასარჩევი და იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და მე ვფიქრობ, რომ იმსახურებს, რომ ცალ-ცალკე გაირჩეს და აი მთელი ეს დინამიკა და დრამატურგია დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე და როგორი სტრატეგიით უმკლავდება მერაბი თითოეულ მათგანს. ეხლა რაც ვისაუბრეთ, ეს უფრო აი საბრძოლო ნაწილია მერაბ დვალიშვილს ძალიან საინტერესოა. მე ვიცი, რომ მერაბ დვალიშვილი uffollow-დება ჩვენს არხს MMA Infos და ძალიან გამიხარდებოდა თუ კი მოგვეცემა საშუალება, რომ ჩავწეროთ მერაბთან ინტერვიუ. ამ ეტაპზე სულ ეს იყო. გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე MMA Info.